მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, საღამოშვიდობის დღეს 4 შაბათია საღამოს 8 საათი, ეთერშია TV+-ი გადაცემით ანალიზის დრო. მე მისი წამყვანი კონსტანტინე ჯაფარიძე გახლავართ. დღეს ჩემთან სტუდიაში სტუმრად იმყოფება გენერალ-მაიორი, ექსპერტი სამხედრო საკითხებში ბატონი ტრისტან წითელაშვილი. მოგესალმებით ბატონ ტრისტან და მადლობა სტუდიაში მობრძანებისა და გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოგესალმებით ჩვენს მაყურებელს. დღეს საკმაოდ საინტერესო თემებზე გვექნება საუბარი ეთერში. პირველი თემა გახლავთ ზელენსკი კობახიძის შეხვედრა ერევანში, სადაც ჩატარდა ევროპის თანამეგობრობის სამიტი და სადაც უკრაინაც მონაწილეობდა. სჯობს დავიწყოთ ამ თემაზე საუბარი და შემდეგ მივყვეთ უკვე ეტაპობრივად. ხო, ახლა რაც შეეხება, მოდი ჯერ ამ სამიტზე ვისაუბროთ, რა იყო ეს სამიტი და რა დათვითაკდა ამ სამიტს და იყო თუ არა რაღაცა მნიშვნელოვანი ამ სამიტში, აი გლობალურ პოლიტიკურ ცხოვრებასთან დაკავშირებით. ეს სამიტი არის უბრალოდ სამიტი იყო რაღაც ჯერ ერთი იქ რაიმე მნიშვნელოვანი საკითხებზე არ ყოფილა საუბარი. მეორე ერევანში ჩატარებული სამიტი, რომელიც სამიტიდან შეიკრიბა ევროპის ქვეყნების ყველა ლიდერები და მათ შორის იყო ასევე უკრაინის წარმომადგენელი პრეზიდენტი ზელენსკი და საქართველოს და პრემიერი კობახიძე. პირველ რიგში რაც გაკეთდა ახლა ერევანში, სასამართლოში, ხო? მხოლოდ ეს იყო პიარი, მეტი არაფერი აბსოლუტურად. აი მე დავატყვევოთ პიარს, რადგან პაშინიანი ემზადება არჩევნებისთვის. თუ არ ვწდები, მას სადღაც ივნისში შეუწევს პრემიერის არჩევნები, თუ საპარლამენტო არჩევნები, მე მგონი, ხო, ასია. ხო, საპარლამენტო არჩევნები ივნისში უწევს. აქედან გამომდინარე, მას ჭირდება მხარდაჭერა, მას ჭირდება გვერდში დგომა. ანუ ის თვითონ სასამართლოს მოსახლეობაში კარგავს ავტორიტეტს. ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ. არების არ ეგონოს, რომ ახლა იმ ყარაბაღთან დაკავშირებით მას რაღაც პირიქით რომ იტყვი წამოუვიდა რაღაც ავტორიტეტი და რეიტინგმა მისმა ეწია. არა, ეს ყველაფერი შებრუნებით არის, მაგრამ მისი პატრონები, როგორც სოროსი, ასევე ლიბერალური ლიდერები ევროპის მას აპიარებენ და ჭირდებათ ის სასამართლოში იმისათვის, რომ მათმა გარკვეული რაღაც ერთ-ერთი საყრდენი პუნქტი შექმნა საქართველოს სასამართლოში, რომ შემდგომ იქიდან საქართველოს თითი უქნიან, ხო? ეს ესეა, მეტი არაფერი არ არის. ამიტომ ახლა საჭირო იყო, რომ სასამართლოს მოსახლეობისა დაენახებინათ, რომ აი როგორი ავტორიტეტით სარგებლობს მათი პრემიერი პაშინიანი. ეს დაანახეს სასამართლოს მოსახლეობას, მაგრამ სასამართლოს მოსახლეობა საკმაოდ გათვითცნობებული არის ამ საკითხებში და ჩვენ გუშინ კარგად ვიხილეთ, რომ რა მდგომარეობაც იყო ეგ და როგორი პროტესტიც კი გამოხატეს მათმა სომხეთის მოქალაქეებმა. როდესაც მათმა დაინახეს ვიღაცა ლიბერასტი სასამართლოს ერევნის ცენტრში უკრაინული დროშით შემოხვეული და თმაშეღებილი ვიღაცა ბიჭუნა, ხო? როგორ დაუპირისპირდა ადგილობრივი მოსახლეობა ამას ყველაფერს და როგორ მიიღო ეს ყველაფერი. ეს მარტო უკრაინის დროშის წინააღმდეგ კი არ იყო ეს პროტესტი, არამედ იქ შექმნილ მდგომარეობაზე იყო პროტესტი გამოხატული, რა მდგომარეობაც პაშინიანმა შექმნა სასამართლოში და მთელი სასამართლოს გალიბერასტებას ცდილობს. რასაც სააკაშვილი თავის ძროზე აკეთებდა და უნდა გაეკეთებინა. აი ეს არის ზუსტად ერთ-ერთი ყველაფერი პაშინიანის მხრიდან სომხურ მოსახლეობის მიმართ. ახლა ბუნებრივი არის ახლა ეს მათი ეს დელეგაციის ჩამოსვლა, მათი შეკრება, მათი ესე იგი რომ ვიტყვი ესე მთლიანად გაპიარება პაშინიანის მეც არაფერს არ ნიშნავს გარდა იმისა, რომ მას აქვს და მას ჭირდება მხარდაჭერა იმისათვის, რომ არჩევნებში იყოს წარმატებული და არჩევნები მან მოიგოს. თუ არჩევნები მან ვერ მოიგო და მოვიდა სხვა ძალები, რომელიც ძალებიც არის საკმაოდ სერიოზულად უკვე ძალიან ფეხმოკიდებული სასამართლოში, უკვე ის ლიბერალური იდეოლოგიას წერტილი დაესმება, რომელიც დღეს საკმაოდ კარგად არის გაბატონებული სასამართლოში. გაბატონებული არის ძალადობრივი გზით, რადგან ბერკეტები არის მის სახელმწიფოს ხელში, ხო?
ძალოვნები არის მის ხელში. ეხლა რაღაც გარკვეული პროტესტები, რომელიც არის დღეს სასომხეთში და მით უმეტეს ერევნის ცენტრში, ხო? ეს პროტესტების ჩახშობა ხდება აი სწორედ ამ თავისი შექმნილი ძალოვანი სტრუქტურების მიერ, რაც მიშამ თავიზოზე შექმნა და როგორც აკეთებდნენ აქ საქართველოში, ზუსტად ისე ეკეთება დღეს სასომხეთში ეს ყველაფერი, ხო? ეხლა სასამხეთის პატრიარქსო შინაპატიმრობას და მღვდელმთავრებს დაუჭიმასი და დააპატიმრებდა ფაქტიურად უკვე ეკლესიას, მათ ეკლესიის მრევლსო დევნას დაუწყებ, აქ უკვე სხვა რაღაცზე გვაქვს საუბარი, გარდა იმისა, რომ ის აღსრულებს თავისი კურატორების დირექტივებს, ანუ დასავლური იდეოლოგიის მიერ შექმნილ პროგრამის განხორციელებას, ხო? ამას აკეთებს, ხო? ამის ეშინია ფაშინიას, რომ თვითონ ხალხი, რომელმა ხალხმაც გამოთქვა უკმაყოფილება და საკმაოდ ეს უკმაყოფილების ფონი ძალიან იზრდება მკვეთრად სასომხეთში, მათ ჭირდება მხარდაჭერა და მათ ჭირდება გვერდში დგომა. ეხლა არის აქეთ მეორე მხარე, რუსეთი. სადაც რუსეთს საკმაოდ კარგად აქვს ფეხი მოკიდებული ერევანში და სასომხეთში, მით უმეტეს გვიმში მას უდგას ერთ-ერთი უძლიერესი რუსული სამხედრო ბაზა. ის არ არის სამშვიდობო კონტინგენტი, ის არ არის რაღაც გარკვეული მცირე სპეცდანიშნულების რაზმი, ის არის ერთ-ერთი დიდი უძლიერესი ბრიგადა, მოტონსროლელი ბრიგადა, რომელიც კარგად აღჭურვილი არის იმისათვის, რომ მან შესაბამისად ნებისმიერ დროს, ნებისმიერ სიტუაციაში შეასრულოს მის წინაშე დასმული ამოცანა, თუ ამას მოითხოვს იქაური შექმნილი მდგომარეობა. აი ეს კარგად აქვს ეს რუსეთს ორგანიზებული. იყო მცდელობა იმისა, რომ ანტირუსული განწყობის შექმნა იყო სასომხეთში, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ფაშინიანმა აზერბაიჯანს ჩააბარა ყარაბაღი, მთიანი ყარაბაღი. ეს მას ნიშნავდა, რომ თითქოს უნდათ ასე მათ წარმოეჩინათ, რომ თითქოს რუსეთმა ისინი მიატოვა, არ დაეხმარა და აქედან გამომდინარე ფაშინიანმა დათმო ეს ყარაბაღი, რადგან ამის ძალა და ამის საშუალება არ ქონა, ეს მოხდა ყველაფერი ძალიან სხვა. ყარაბაღის გამო ჭრის ამბატონო ძალიან ბევრი ადამიანი და სამხედრო და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. არა, გასაგებია, მაგრამ ეხლა ჩვენ თავარ სად მივდივართ, იცი? აი ანტირუსული განწყობა როგორ უნდა შეექმნათ, ხო? მაგრამ ეს არ გამოვიდა, მათი ბინძურის სქემა გაიშიფრა, ხო? ეს რომელიც ბინძურის სქემას დაეწერა დასავლეთში, ხო? მანამდე იყო ფაშინიანი ჩასული იმაში, რა ქვია, ევროპაში, სადაც მან განაცხადა და თქვა და პირდაპირ ოფიციალურად გადასახ ალიევს ეს ტერიტორია. იქ მანამდე იყო, სანამ ეს დაიწყებოდა. საომარი მოქმედებების დაწყება აღარც იყო საჭირო, მაგრამ საომარი მოქმედებები და სამხედრო ოპერაციები იმიტომ დაიწყეს, რომ შემდეგ რუსეთისა დაებრალებინათ. ჩვენ რუსეთი არ დაგვეხმარა. გაიშიფრა ეს სქემაც გაიშიფრა და პირდაპირ უთხრა პუტინმა პაშინიანს, აეროსა მოსკოვში იყო ჩასული. უთხრა პირდაპირ, შენო მე ჩვენთან რა გინდაო? ან რატომ ჩვენთან მიმართებაში გაქვთ პრეტენზიებიო, როდესაც შენ თვითონ იყავი ჩასულიო ევროპაში და შენ თვითონო სანამ სამხედრო ოპერაციები დაეწყებოდა ყარაბაღშიო, შენ თვითონ გადაეციო ალიევს ეს ტერიტორიებიო, ხო? უკვე შენ ხელი ქონდა მოწერილი ოფიციალურად. დაუკანონებო, ხო, ყველაფერიო და მე რა უფლება მქონდა რომ ჩავრეულიყავი სხვისი ქვეყნის საქმეებშიო, ხო? შენ გადაცემული ტერიტორიები ქონდა აზერბაიჯანსო და მე როგორ შემიძლია დამეწყო სამხედრო ოპერაციებიო, შენს მიერ გადაცემული ტერიტორიებზე აზერბაიჯანის წინააღმდეგო და როგორ უნდა მემოქმედაო და ამით უკვე მოაკეტინა. აბა იმას ფაშინიანს ამით მოაკეტინა უკვე და ამით უკვე სომხურ მოსახლეობას დაანახა იმან პუტინმა, რომ აი ეს გააკეთა ფაშინიანმა, ხო? და ეს სქემას გაიშიფრა. არაერთი მცდელობა იყო კიდევ იმასთან დაკავშირებით, რომ როგორმე შეექმნათ მათ ეს ანტირუსული განწყობები, მაგრამ არ გამოუვიდათ. ეხლა თქვენ წარმოვიდგინეთ სომხური, რომ მეტყვი თვითონ სომხეთის საარსებო წყარო ძირითადად არის რუსეთიდან. რუსეთიდან საზრდოობს სასომხეთი. დღეს ბეტნაკი გასაგებია, მას ყავს ძალიან დიდი ლობი იმაში, ლოს-ანჯელესში, ამერიკის შეერთებულ შტატებში ყავს, ასევე საფრანგეთში, იქ, მაგრამ
ყველაზე დიდი რაოდენობა და ყველაზე დიდი მიმოქცევა როგორც სომხური მისი რა ქვია პროდუქციის მაინც ჩრდილოეთითა სომხური ჯერა პროდუქცია გააჩიათ მაგრამ ყოველ შემთხვევაში ძირითადად სომხური მოსახლეობა გადადიან რუსეთის ტერიტორიაზე მუშაობენ გამოიმუშავებენ თანხებს მე ეს კარგად ვიცი და შემდგომ ბრუნდებიან თავიანთ ოჯახებში და ასე ასაზრდოებენ და ასე ინახავენ თავიანთ ოჯახებს. ამის გარდა რუსეთის ტერიტორიაზე ძალიან ბევრი სომხები ცხოვრობენ. ანუ რამით ამით გითხრათ, ამით ის მინდა გითხრათ, რომ ფაჩინიანი სერიოზულ პრობლემებს უქმნის იქაურ მოსახლეობას, იქაურ მოსახლეობასაც და აქაურ მოსახლეობასაც, რომლებიც საზრდოობენ რუსეთიდან. და თუ შევხედავთ ჩვენ და კარგად დავაკვირდებით და გინდა დაკვირვების სახით იყოს, გინდა ექსპერიმენტის სახით იყოს, დადეკით ბატონო ლარსის საზღვარზე საქართველოს მხარეს და რანდორი სომხური როგორც სატვირთო, ისე მსუბუქი ავტომობილი გადადის საქართველოს გავლით რუსეთის ტერიტორიაზე. ძალიან ბევრი, ყველაზე მეტი არის სომხური. ხო? და სომხური ავტომობილები, ხო? ეს არის რა? ეს არის ის, რომ ძირითადად სომხეთის შემოსავალი არის რუსეთი. და შენ ახლა აკეთებ იმას, რომ რომელ ტოტს ზიხარ, იმას ჭრი, იმ ტოტს ჭრი. ანუ შენ ამით გინდა რომ ჩახსნა შენი მოსახლეობა და გადაუკეტო, როგორც ეს მოხდა თავის დროის ჩვენთან საქართველოში, ყველანაირი საზრდო საშოვარი და გაიხედო დამოკიდებული გახდეთ დასავლეთზე. როგორ და რა გზებით შეუძლია დაუშვათ სასომხეთს, მე არ ვიცი ახლა აქაურ ლიბერალებს ვეკითხები, რომლებიც არიან ამბავში, რა გზებით შეუძლია სასომხეთს პირდაპირი კონტაქტები და პირდაპირი გზები გააგემასოს ევროპასთან და დასავლეთთან, რომ მისი ეკონომიკამ იმუშაოს ისეთი ეფექტურობით და ისეთი სწრაფი ტემპით, როგორც ახლა ეს მიმულია რუსეთზე და რუსეთის საშუალებით დღეს ის აძლიერებს თავის ეკონომიკას, ხო? გამორიცხული ამას აბსოლუტურად ეს წარმოუდგენელია და ვერც გააკეთეს, მაგრამ კიდევ გეუბნები, ეს იყო ბუტაფორია და არა რამე ისეთი მნიშვნელოვანი შეხვედრა და ეს იყო პაშინიანის მხრიდან კიდევ ერთხელ გაღიზიანება რუსეთის ხელისუფლების, რომელი ხელისუფლებას ამას ძალიან კარგად აკვირდება, ძალიან კარგად ხედავს და ძალიან, რომ მეთქვი, მოზომილად მოქმედებს და ფრთხილობს კიდევ გეუბნებით, რომ როგორმე არ დააზარალოს რუსეთში მაცხოვრებელი სომხური მოსახლეობა. მაგრამ ამას პაშინიანი ვერ ხედავს. კი ვერ ხედავს. არ აკეთებს, არ ხედავს, იმიტომ რომ რასაც ეუნებიან თავიანთი კურატორები, ის დასავლელი კურატორები, რომელიც არის მიბმული ეს პირდაპირ და არის ნომრიანი აგენტი და იმის გარშე ის ნაბიჯს ვერ გადადგამს, ასრულებს აკეთებს იმას. ეხლა მოდი შევხედოთ და შევაფასოთ და თქვათ და უთხრათ ჩვენს მაყურებელს და ჩვენს მოსახლეობას. დღეს გუშინდა დღეს რომ ამხელა აჟიოტაჟი არის ატეხილი რომ არიქა კობახიძე შეხვდა ზელენსკის და ახლა ნახეთ, ახლა უყურეთ, ხომ ხედავთ რომ ესე იგი ახლა აღარ მიგვითრებს ზელენსკი ომშიო? ბიჭო, კობახიძე კი არ შეხვდა ზელენსკის. მომისმენთ აგეთ თქვენ ტვინ გარეცხილებო და უკუმა დაბადებულებო. საქართველოს მტრებო, თქვენ გეუბნებით, ლიბერალდებო. თქვენ კარგად დააკვირდით, რატო შეგხავთ საქართველოს მოსახლეობა შეცდომაში და რატომ იტყუილებით? აგერ არის ბატონო კადრები. გარდა იმისა, რომ ჩვენ ინფორმაციებს ფლობთ, ჩვენ ტელევიზია ინფორმაციას ფლობთ, თუ როგორ და რა ფორმით მოხდა მათი შეხვედრები, სოციალურ ქსელებშიც გავრცელდა ეს ყველაფერი. კლოუნი როგორ მივიდა კობახიძესთან, კლოუნი ის მტერი მარტა საქართველოსი და როგორ თვითონ ეახლა კობახიძეს პირველი დღე როცა ჩავიდნენ და შემდგომ როცა ჯგუფური სურათის გადაღება იყო. ორივე ვარიანტი იყო დადებული და გავრცელდა სოციალურ ქსელებში. თვითონ მიდის ის კობახიძესთან. თვითონ გაუწოდა ხელი და თვითონ დაუწყო საუბრები. ეხლა ბოლო-ბოლო კობახიძე დიპლომატიკაცი არის, გაიგე და ამხელა ახლა მე იმათ ევროლიბერალებს დიპლომატურ იმას ვერ დავარქმევ, რაღაცა ელიტას, გაიგე, იმიტომ რომ არ არიან ისინი დიპლომატიური ელიტა, მაგრამ ამან გამოიჩინა თავაზიანობა და გამოიჩინა ამან ის დიპლომატიური კულტურა და აქედან გამომდინარე
ხელი არ კრა იმ კიდევ ერთხელ გაუწოდა ხელი როგორც ჩვენ ყოველთვის უწვდით ხელს ომში მყოფ ქვეყანას ხო უკრაინასთან ხან ჰუმანიტარული მით ვეხმარებით ხან რაღაცით ვეხმარებით ფინანსურად ხო ასევე ეხლაც იგივე გადადგა ის ნაბიჯი გადადგა ამ ადამიანმა და დაელაპარაკა აი როგორც შეეფერება სახელმწიფო ხელმძღვანელს ხო აი ეს გააკეთა ამ კაცმა თქვენ კიდევ გამოდიხართ და კობახიძე შეხვდა ზელენსკის არ შეხვედრია კობახიძე ზელენსკის ზელენსკი შეხვდა კობახიძეს ზელენსკი მივიდა კობახიძესთან და ზელენსკი ცდილობს დღესაც რომ საქართველოში გააჩაღოს აანთოს კერა ის ზელენსკი არის ხო რომელიც აგზავნიდა უკრაინიდან იმას რა ქვია რევოლუციონერებს ის ზელენსკი არ არის რომელიც ემზადება საქართველოს წინააღმდეგ ეს ის ზელენსკი არის ეს ის კლოუნი არ არის რომელსაც კლოუნმაც იქ რუსეთში როცა ის კლოუნობდა საქართველოს თავზე დაგვამხო ყველაფერი 2008 წელს ეს ის ზელენსკი არის თქვენ გეუბნებით ლიბერასტებო კამენი დიახ ბატონო დიახ ეს ის ზელენსკი არის ეს ის ზელენსკი არ არის რომელმაც ზელენსკიმაც ტერორისტები გამოუშვა საქართველოში და ტერაქტები უნდა ჩაეტარებინა ეს ის ზელენსკი არის გაიგეთ ბევრი და ბევრი კიდევ სხვა მრავალი რაღაცეები თქვენ რა ვერ გავიგეთ ხალხს თვალში ნაცარს აყრით და გინდათ ხალხი მოვატყუილოთ ხალხი ყველაფერს კარგად ხედავს და ხალხი საკმაოდ გაცნობია და თქვენს ავანტურისტულ ქმედებებში უკვე გაიგეთ რაშია საქმე ეხლა რა ისაო დავალაგოთო უკვე ჩვენ არავისან კიდევ იმეორებ ხალხგასვით ვამბობ არავისან არაფერი დასალაგებელი არ გჭირს გარდა ერთი ქვეყნისა რუსეთისა რუსეთთან მართლა არის დასალაგებელი ძალიან სიღრმისეულად ყველაფერი რომ ამ დალაგების ფონზე ჩვენ აღვადგინოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ჩვენი ისტორიული მიწა-წყალი აფხაზეთი და სამაჩაბლო გახდეს ისევ საქართველოს შემადგენელი ნაწილი და ჩვენი აფხაზი და ჩვენი ოსი თანამოქალაქეები და თანამემამულეები და ნათესავები დავიბრუნოთ გაიგეთ ამ მიმართულებით დასალაგებელი არის რუსეთთან ყველაფერი და მე არც უკრაინასთან და არც ევროკავშირთან და არც ამერიკის შეერთებულ შტატებთან დასალაგებელი არაფერი არ მჭირს რადგან ჩვენა ვართ დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფო და ამ სახელმწიფოს ყავს ხელისუფლება რომელმაც უნდა აწარმოოს დამოუკიდებელი პოლიტიკა და რაც შეეხება დალაგებას ეს დალაგება კი არ უნდა იყოს ეს უნდა იყოს ურთიერთობები ნორმალური ურთიერთობები როგორც პოლიტიკური ისე ეკონომიკური და რა დირექტივები და ბრძანებები რომლებსაც ახლა დღეს კიდევ კლავ იმაშობიან უტევენ საქართველოს მათ შორის შევიდე ეს ისა კაია კალასი იმას რომ დამსგავსებია წყალში ამოლებულ ცინტალს გაიგე კატას და იქიდან იმაშობა რომ საქართველოს გადაუხვია კურს ჩვენ არ მივცემთ იმას დაფინანსებას არ ვისაში ჭირდება თქვენი დაფინანსება როდისმე საქართველოს მოსახლეობას მიუღია თქვენი დაფინანსება გადა თქვენი აგენტურისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისა რომელსაც აქ ყვებავთ და აფუჭებიეთ მე საქმეებს არასდროს და რატომ ატყულებთ ხალხს თქვენს და წამოსული თანხები არასდროს არ მოხმარებია ჩვენ ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას პირად ცხოვრების გაუმჯობესების მიზნით არასდროს არ მოხმარებია ხმარდება ყოველთვის თქვენს აგენტურას თქვენს აი ამ აქ ზუკნა იმათ რო იტყვი არასამთავრობო ორგანიზაციებს და ამ გიგაურებს და ლომჯარიებს და ამ იმათ გათახსირებულ უსამშობლო ადამიანებს ამ ჭუჭუ ვაშაძეს და მეფალოსე გირჩი ჯაფარიძეს და სხვა იმას კინწურაშვილებს და ასეთ იმას რა არა ავტორიტეტი და აი ურჯულო და ურწმუნო ადამიანებს ხმარდება თქვენი ეს ისეთი წამოსული გრანტები და არა ჩვეულებრივ საქართველოს მოსახლეობა. არ დაგვაუწყდეს ტრისტან ბატონო, ლეკასაც ჰქონდა ძალიან ბევრი გრანტი. ლეკათ და ყველა მიბმული მაგაზია, ყველა მაგაზი არიან მიბმულები ესენი, ესენი არიან მიბმული და ესენი არიან პირდაპირ უშუალოდ მათი ხელქვეითი აგენტურა, გაიგე? და ამას მაყვედრის მე კაია კალასი ერევნიდან. კაია კალასი, რომელიც საბჭოთა იმაში არის, გაზდილი, ოჯახშია გაზდილი. და მისი ქმარს დღესაც ის აქვს, რუსეთში ბიზნესებია, გაიგე და თურმე ჩვენ არ უნდა ვისარგებლოთ რუსეთით და მას და მის ოჯახს შეუძლია ისარგებლოს რუსეთით და გამდიდრდეს და ჩვენ უნდა მოვკვდეთ შეიძლება და უნდა გავმათხოვდეთ ვერ მოესწრებით და ვერ გააკეთებთ იმას
და ვერ შეასრულეთ იმას, რომ საქართველოს მოსახლეობა გაამათხოვროთ. საქართველოს მოსახლეობა ბოლო ლუკმას გამოიღებს და თქვენსავით სასუწარკვეთილი არ იქნება და ამ ქვეყანას გვერდში დაუდგება იმ ბოლო ლუკმით და ჯოჯოხეთისგან არ წაიყვანს. ამას ჩვენ გავაკეთებ და თქვენ ძალიან ცუდად ისნობთ ქართველ ხალხს. ძალიან ცუდად ისნობთ საქართველოს მოსახლეობას, რომლებიც ისტორიულად აქ ცხოვრობთ და ვართ და გაგვიკეთებია ბევრი რაღაცები ჩვენი ქვეყნისთვის. ძალიან ცუდად გვიცნობთ. იმიტომ რომ არ იცით. თქვენ გუშინ გაიგეთ რა არის საქართველო. გუშინ გაიგეთ. იმიტომ გაიგეთ გუშინ რომ არ იყავით სიღრმისეულად თქვენ ჩახედული მსოფლიო ისტორიაში. არ იცნობთ თქვენ საქართველოს ისტორიას, საქართველოს წესებს, ჩვევებს, მის სიწმინდეებს, ეკლესიას, მრევლს, ბერს, არ იცნობთ. ეგ გესმის აშია საქმე და რაც თავარია და რაც მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისთვის ის ქართული გენი და კოდი, რომელიც ყოველთვის მოქმედებს და აქტიურდება მაშინ, როდესაც ის ხედავს უკვე საშიშროებას თქვენარი ადამიანებიდან. აი ესა ვარ ჩვენ. და ამიტომ ნუ ესწრებით ასეთ რაღაცა მუტაფორიების ჩატარებას ერევანში, შემდგომ რაღაცების შეფუთვას. მე არ გამოვრიცხავ, რომ ზელენსკის ინიციატივით არ იყო ეს ყველაფერი გაკეთებული, რომ ზელენსკი რომ მევიდა გობახიძესთან. ესეც რაღაცნაირად გარკვეული ერთ-ერთი შეფუთული პროვოკაციული თემა იყო, რომ შემდგომ ამას ემუშავა საქართველოში ხელისუფლების წინააღმდეგ და კიდევაც დაიწყეს გუშინ, ხო ხედავთ დღეს უკვე ერთი ამბები ატეხეს, ხო? თქვენ ფიქრობთ, რომ შესაძლოა ეს დადგმული სცენარი? რა თქმა უნდა, აბა რა იყო? იმისათვის რომ აგებო დღეს და გუშინ და დღეს უკვე დადგმულა სცენარმა იყო მცდელობა, რომ აეგორებინათ და აჟიოტაჟი აეტეხათ და აი კობახიძე შეხვდა ზელენსკის. ეხლა არ მიგვითრებს ზელენსკი ომში? აი ესეთი განცხადებების კეთება აი ამ სექტანტებიდან რა, აი ოპოზიციონერებიდან, რომლებიც დღეს ასე თავდგამოდებული არიან და ჩასაფრებული არიან რა გაუბუჭონ ამ ქვეყანას. გაუგეთონ კი რა გაუბუჭონ და ფულსაც ამაში ღებულობენ. ყველა ვინც დღეს არის ოპოზიციურ, ეგრეთ წოდებული ოპოზიციურ და არ არის ეს ოპოზიცია, აი ამ სექტანტურ პოლიტიკურ ველზე ყველა ღებულობს ხელფასებს იმისათვის, რომ საქართველოში საქმე გააფუჭონ. და ქართველი ხალხის სინდიცი და ნამუსი იგნორირება გააკეთონ. ეკლესია შეურაცხონ. ჩვენი წმინდა მამები შეურაცხონ. პატრიარქი შეურაცხონ. გარდაცვლილ პარტიაკსაც აღარ აყენებენ. გაიგე რა შეა საქმე. ახლა ურჯულო და ურწმუნო ადამიანები არიან ესენი. აი ეს არის ესენი არიან ესენი. აი ესენი. ის კონტინგენტი, რომელი კონტინგენტიც შეიკრიბა გუშინ ევროკავშირის ეს ლიბერასტული ფაშისტური იდეოლოგიის მატარებელი პოლიტიკური ლიდერები ჩვენ გუშინ ნახეთ როგორ ტინგიცობდნენ ესე. აი ტინგიცობისათვის შეიკრიბიან რა. ტინგიცობისათვის. აიგე. ბატონო დრისტან ბატონო ორ ძალიან მნიშვნელოვან თემას მინდა შევეხო. თქვენ გაიგეთ ალბათ ეს რომ საქართველოს სომხეთის საზღვრის დემილიტარიზაციის გამო სოფელი ჯილიზა, რომელიც იყო სომხეთის ტერიტორიაზე, გადმოეცა სომხე, საქართველოს უკაცრავად და ეს დაუდასტურებელი ფაქტი არის მეორე, მარნეულ ჰუჯაბის ეკლესია ტერიტორია გადაეცა სომხეთს. აი ამაზე რო ვისაუბროთ და აი გავარკვევთ ყურებელი რა ხდება. მოიცით რა არის, მე იმას გეტყვით, რომ სომხეთს აქვს ძალიან დიდი ტერიტორიები ჩვენი, ისტორიული ტერიტორიები. ჩვენი. ამიტომ რაღაც გარკვეული იქ გადაადგილებები იმისა საზღვრებების და გადაწევები და გადმოწევები ეს არ არის ისიც და არის ეს ჩვენ რა თავარი არის რა წაღებული აქვს თავის დროზე სომხებს ის უნდა დაბრუნდეს გაიგე მთლიანობაში ის უნდა დაბრუნდეს და ის უნდა აღვადგინო ჩვენ მაგრამ ყოველ შემთხვევაში დღეს ამას გამორიცხულია და დღეს ვერ გავაკეთებ ჩვენ რადგან ჩვენ დღეს ვართ იმ მდგომარეობაში რომ აქეთ ვცდილობთ რომ როგორმე თუ კი სწორი პოლიტიკა იქნება ქვეყანაში და სწორად წარიმართება ყველაფერი და სწორად ჩვენ დავიწყებ პოლიტიკურ ლავირებებს ხო ყველაფერს დაადგება თავი და ყველაფერს დაადგება საშველი და თუ გავაგზელეთ ასე როგორც დღეს ვაგზელებთ გაიგე და ვართ სირახემას პოზიციაში
კიდევ ბევრ დავკარგავთ, ძალიან ბევრ დავკარგავთ. ამიტომ ცოტა სხვანაირად მომივიქცეთ. ჩვენ სხვანაირ მოქცევა იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვყავს აგერ მეზობელი, რომელსაც კიდევ გეუბნებით, დასალაგებელი გვაქვს სიტუაციები და დასალაგებელი გვაქვს ძალიან ბევრი რაღაცეები. და ეს არის რუსეთი, უნდა დავალაგოთ რუსეთთან იმისათვის ჩვენ გვჭირდება აი ეს, ჩვენ რომ დავალაგოთ რუსეთთან, დავლაგდეთ რუსეთთან, რომ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა აღვადგინოთ. და შესაბამისად, შემდგომ უკვე, როდესაც ეს სიღრმისეულად და გლობალურად დალაგდება, ხო? ჩვენ უკვე მე დაწინაურებული მაშინ რომ ბევრ რაღაცეებში წინ წავიწერთ, ძალიან ბევრ რაღაცეებში და აქეთ ჩვენ დასალაგებელი არაფერი არ აქვს. პირიქით იმათმა უნდა ეცადონ, რომ როგორმე ჩვენთან დალაგდნენ. ბოლო განჯაც აზერბაიჯანის დალაგდნენ, აზერბაიჯანსაც აქვს ჩვენი ტერიტორიები წაგებული, აბა რა კაცო. ჰერეთი ბოლო აზერბაიჯანს წაგებული, თურქეთს აქვს ჩვენი ამაზე რატო არ არიძახის არაფერს კაცო. კი, მარტო რუსეთს აქვს ჩვენი ტერიტორიები წაგებული. თურქეთი, აზერბაიჯანი, სასომხეთი, სულხედას აქვს ჩვენი ტერიტორიები წაგებული. ჩვენი ისტორიული ტერიტორიები წაგებული აქვს კაცო. ეს ნუ თქვა ჩვენ ამაზე არასდროს არ უნდა გავჩვენდეთ ამაზე ჩვენ. სიმართლე უნდა ითქვა. რა თქმა უნდა, აბა რა. კეთილი, ახლა მინდა გადავინაცვლო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჯარები გაიყვანოს გერმანიიდან და რა ხდება საერთოდ რომ გავშალოთ აი ეს თემა ტრისთან ბატონო. იცით რა არის? ამერიკის შეერთებულ შტატებს საკმაოდ დიდი კონტინგენტი ყავს ევროპის ქვეყნებში. საკმაოდ დიდი კონტინგენტი. ახლა მოდი პირდაპირ ვთქვათ. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თავის დროზე, როდესაც დაიწყეს სამხედრო კონტინგენტების გადაყვანა ევროპის ქვეყნებში, ეს მოხდა იმისათვის, რომ უკვე შეთანხმება იყო, რომელ ქვეყნებში უნდა განთავსებულიყო ამერიკული ჯარების კონტინგენტი და რომელ ქვეყნებში უნდა განთავსებულიყო საბჭოთა კავშირის ჯარების კონტინგენტი, ხო? ეს სტალინმა კარგად გაავლეს ზოლი მაშინ თავის დროზე, როდესაც ეს მოხდა შეხვედრები ამერიკის შეერთებული შტატების მაშინელი პრეზიდენტის ჩერჩილის და სტალინის, ხო? რუზველტის, ჩერჩილის და სტალინის და აი მაშინ გადანაწილდა ეს ყველაფერი, ხო? მე როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, დათქმა იყო, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში და მათ შორის ევროპის ქვეყნებში არ გაფართოვდებოდა, არ გალაგდებოდა ნატოს ჯარები. ნუ ახლა ნატოს ჯარებს რო ვამბობ, მე გულისხმობ ამერიკის შეერთებული შტატების ჯარებს, რადგან ნატოში არის ძირითადად 80% კონტინგენტი ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ქვედანაყოფები, ხო? ეხლა რაც შეეხება ტრამპის ამ განცხადებას, რომ მე უნდა დავიწყო ჯარების გამოყვანა ევროპის ქვეყნებიდან და მათ შორის გადაწყვეტილება მიღებულია, რომ გერმანიიდან გამოყავს მას ჯერ 5000-მდე სამხედრო შემადგენლობა და სამხედრო ჯარების დისლოკაციის ადგილის შეცვლა, გადაადგილება და ასე შემდეგ. 100 ადვილი არ არის. არ არის 100 ადვილი. ჩვენ მე კარგად მახსოვს, როდესაც ტრამპი პირველად მოვიდა პრეზიდენტად, ამან განაცხადა, რომ მე ავღანეთიდან გამოვიყვან ჯარებს. და უნდა გამოვიყვანო ავღანეთიდან ჯარები. ეხლა რომ ამბობენ, რომ აი ავღანეთი ჩუშტებიანმა ხალხმა აიღო, აიგე. გასაგებია, იქ ჩუშტებიანი ხალხი ბრძოლობდნენ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში უკვე ტრამპის გადაწყვეტილებით დაიწყო სწორედ შემდგომ ბაიდენის ხელისუფლებამ ჯარების გამოყვანა ავღანეთიდან. ავღანეთიდან კონტინგენტის გამოყვანა ეტაპობრივად დაიწყო, ხო? და ისე გამოვიდნენ, რომ საერთოდ ვერაფერიც ვერ წამოიღეს იქიდან. მთელი ეს საბრძოლო ტექნიკა და იარაღის საცავები და მთელი ეს სამხედრო ბაზები ხელუხელებელი დაუტოვეს ჩაღაბარის პირდაპირ. ეხლა კი ევროპიდან გამოყავს ჯარები მას იმიტომ, რომ ის სარგებელს ვერაფერს ვერ ნახულობს ევროპიდან. ხა, როდესაც მე შენს ქვეყანაში მყავს ამხელა კონტინგენტი, ხო? და ვიცავ შენს უსაფრთხოებას და შენ ხარ უზრუნველყოფილი ყველანაირად, შენც უნდა გაისვა ჯიბეზე ხელი. იმიტომ რომ მე შენ გიცავ. ამ კუთხით უყურებს, ამ კუთხით ხედავს ტრამპი ამას ყველაფერს. ტრამპი ბიზნესმენი კაცი არის და ამიტომ ის იყიდე გაყიდეზე მუშაობს რა, იყიდე გაყიდე და ბევრი ფული წამოიღოს თავის ყულაბაში. ანუ მის ეკონომიკის ბიუჯეტში. ამერიკის შეერთებული შტატების ბიუჯეტში. ამას ეუბნება კაცო, შენ მე არაფერს არ მიხდი აბსოლუტურად, კაიგე. ჩემი ჯარები დგას იქ, ჩემი ბიუჯეტი არის, ჩემი შეიარაღება, ჩემი ტექნიკა, ჩემი ყველაფერი, ხო?
ამიტომ მე დავიწყებ. მით უმეტეს ახლა ევროპის ქვეყნებმა ესე ეთობლივად კოლექტიურად დაუწყეს შეტევა ტრამპს და ამ შეტევის საფუძველზე ტრამპმაც ადგა და საპასუხო ნაბიჯები გადადგა და პირველი ნაბიჯი რაც არის დაიწყო ჯარების გამოყვანა. ჯარების გამოყვანას დაიწყებს და ეს დაიწყება ეს პროცესი, მაგრამ ეს პროცესი კიდევ გეუბნები არ არის. ეს არის გრძელვადიანი პროცესი. შეიძლება ტრამპი აღარ იყოს პრეზიდენტი, მაგრამ ამ პროცესმა ეს პროცესი გაგრძელდეს. და შესაბამისად ამ ჯარების გამოყვანამ სერიოზული უფრო მეტი მასშტაბური ხასიათი მიიღოს. და ლოგიკურიც არის. თუ დაუშვათ თავის დროზე ევროპის ქვეყნებში, როდესაც საბჭოთა ჯარები იდგა, ხო? და ამბობდნენ რომ ოკუპირებული არისო. ეხლა ეს არ არის ოკუპირება ტერიტორიების. უცხო ქვეყნის ჯარების დგომა სვის ქვეყანაში. ხო არის ოკუპირება, აბა რა არის? დაპყრობა. ჯერაც ერთი ამერიკის შეერთებული შტატების ჯარები რატომ უნდა იდგნენ გერმანიაში დაიმითხარი. ამიტომ ეხლა ერთი მხრივ ის სწორად აკეთებს, გაიგე? სწორად აკეთებს იმას რომ რადგან თქვენ მე არ მაფასებთ და არ ითვალისწინებთ ჩემსას, მეც არ გავითვალისწინებ თქვენსას და ამიტომ კარგად იყავით რა. მოდი თქვენ თვითონ დაიცავით თქვენი თავი. ამ შემთხვევაში ეს საფრთხე უკვე ევროპამ შეხედა, ძალიან კარგად შეხედა ევროპამ ამას, სერიოზული საფრთხე წინაშე არის. ეხლა ასე მოდი რა პირდაპირ თქვათ, ეხლა უკვე უკრაინაში ამდენი ხანი საომარი მოქმედებები მინდა რომ ერთ ქვეყანას რუსეთს ეომება მთელი ევროკავშირი, ნატო წარმოიდგინეთ თქვენ ესენი არიან ჩართული ამ პროცესებში, ხო? და ვერსად აი ამ ევროკავშირმა და ნატომ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვერ ჩაატარეს წარმატებული ოპერაციები. ვერსად აბსოლუტურად და ვერსად შედეგი ვერ დადეს. ეს კარგად შეხედა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ამიტომ არის რომ ეს პროცესი გადააბარა ევროპას, ევროკავშირს. მიხედეთ ახლა თქვენ ევროპას ახლა თავის გაჭირებია. ევროპას უკვე თავი აქვს შეყოფილი ხაფანგში. ხაფანგში შეყო თავი უკვე. იქიდან გამოსვა. ამერიკა გამოვიდა ახლა ამ პროცესიდან გამოვიდა და ძალიან აი უმტკივნელოდ აღწია თავი და გამოვიდა. ჩაეხსნა უკრაინას უკვე, მაგრამ მეორე ხაფანგში გაყო თავი აგერ ირანთან მიმართებაში. ეს ძალიან სერიოზული პრობლემა არის ეს ირანი მათთან მიმართებაში. ძალიან სერიოზული პრობლემა არის. თუ იმას გონია რომ ირანში ახლა ამით დამთავრდება ყველაფერი, ძალიან ცდებიან. და ხო ხედავ რომ არაერთი მსვლელობისა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვერცეთ მიმართულებით სახმელეთო ოპერაციები ვერ დაიწყო ირანის მიმართულებით. არ არის ასე ადვილი ეს ყველაფერი, ხო? ანუ და ტრამპმა დაანახა სოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი არმიის ავტორიტეტი უკვე დაეცა. ანუ არ ყოფილა თურმე ეს ერთ-ერთი უძლიერესი არმია ამერიკის შეერთებული შტატების და ის მითები და ეს ისინი გაიფანტა ყველაფერი აბსოლუტურად. კი ბატონო, ეს პროცესი გაგრძელდება და ამ ეს პროცესი მიიღეს მასშტაბურ ხასიათს. ევროკავშირიდან გამოვა ჯარებს, გამოიყვანს ჯარებს. ევროკავშირი ახლა უკვე იწყებს და მანთვა უკვე დაიწყენ ზრუნვა იმასთან დაკავშირებით, რომ როგორმე შექმნან გაერთიანებული სამხედრო კონტინგენტი ევროკავშირის, რომ მათ თავს არ დაესხას რუსეთი და რუსეთი თავს არავის არ ესხმის. ჯერ ესხმიან რუსეთის თავზე და მერე რუსეთის საპასუხო მას აკეთებს. პასუხს და შესაბამისად უკვე როგორც წესი არის ისე იქცევა რა. ანუ ისინი აღვიძებენ დათვს. რატო აღვიძებ ამ დათვს შენ? რისთვის აღვიძებ? გააღვიძეს დათვი უკვე. ამ დათვს ახლა ვეღარ გააჩერებ შენ. გააღვიძეს უკრაინის ხელით. და უკრაინიდან გამომდინარე უკვე დაიწყო ეს პროცესები, ხო? ეხლა იქ არის ისეთი მუქარები, რომ ჩვენ გამოვიყენებთ, რომ ბირთვული მასი არ ახსო, გაიგე და ეხლა ბირთვული არ ახსო გამოყენება ასე ადვილი კი არ არის. ეხლა იქ რასაც მაგენი ამბობენ და რასაც ეხლა ეს ლიბერალური ლიდერები ამბობენ, რომ ჩვენ გამოვიყენებთ. მაგრამ საერთოდ იციან რა არის ბირთვული იარაღი და მისი შემადგენლობა, აი ლიბერალური პოლიტიკი და მუსულმანები, საერთოდ მოდებაში არიან სამხედრო საქმეებზე, აზზე არ არიან რა. ან რა იციან მისი მოქმედების არაერთი. საერთოდ იციან რა ტექნოლოგიები და რა საშუალებები გააჩნია რუსეთს დღეს მით უმეტეს თანამედროვე რუსეთს სამხედრო კუთხით და სამხედრო თვალსაზრისით. ესეც არ იციან. ეს რო ცოდნათ ხო, ისინი სამხედრო ოპერაციებს არ დაიწყებდნენ უკრაინაში. არ დაიწყებდნენ. ეს რო ცოდნათ, მაგრამ არ იციან, ვერ ათვისნობიერებენ, ვისანა აქვს საქმე. და ვის ეჭიდავებიან.
ამას ვერათ ვიცნობიერებენ. იმის ნაცვლად რომ ევროკავშირის პოლიტიკური ლიდერებმა გამოიჩინონ გონიერება და რუსეთთან წავიდნენ რაღაც გარკვეულ დიალოგზე, თავისი ქვეყნის სასარგებლოდ, ესენი პირიქით აკეთებენ ყველაფერს, თავისი ქვეყნის საზიანოდ. რა მიიღეს მათ ამით? მიიღეს ყველაფერი ცუდი. ეკონომიკის ვარდნა, ფასების ზრდა, მიგრაცია სასწაული, გადაჭედილია. ვეღარ იცნობ ევროკავშირს, იმ ევროკავშირს, რომელიც ევროკავშირის დაუშვათ იყო 30-40 წლის უკან. აღარ არის ის ევროკავშირი. დაამთავრდა. მორჩა. თვითონ ევროპის მოსახლეობა არის შეწუხებული იმ შემთხვევაში მდგომარეობდა, რომელიც მდგომარეობას შექმნეს ევროკავშირის ლიდერებმა თავიანთი მოსახლეობის წინააღმდეგ და წინაშე. ბატონ რუსთან, მოდით სლოვაკეთში გადავინაცვლოთ. დიახ. ევროკავშირმა სლოვაკეთის პრეზიდენტს 9 მაისის აღლუმთან დაკავშირებით ჩაუკეთა საჰაერო სივრცე. არა, საჰაერო სივრცეს ჩაკეტვა ესე ახლა კი, რა მოხდა ის ზუსტად რომ გეტყვით ახლა და ის არა, იყო მაგაზე განცხადებას გააკეთეთ, ახლა სლოვაკეთის პრემიერმა კარგად გააკეთა და კარგად თქვა და კარგად განმარტა, რომ მე ჩავდივარ იმიტომ რუსეთშიო 9 მაისო, რომ პატივი მimagო იმ მეომრებსო და იმ ადამიანებსო, რომლებმაც სლოვაკეთი გაანთავისუფლა ფაშიზმისაგანო. ეს თქვა ამ ადამიანმა, სწორიც არის. სლოვაკეთი გაანთავისუფლა საბჭოთა ჯარებმა ფაშიზმისაგან. და ამ საბჭოთა ჯარებში იყო უკრაინელებიც, ქართველებიც, სომხებიც, აზერბაიჯანელებიც, კირგიზები, კაზაკები, რა ვიცი, ყაზახები, ყველა იყვნენ, ამან გასაგებად თქვა ყველაფერი. რომ მე ამიტომ ჩავდივარ იქ, რომ პატივი მimagო და გამოვხატო ჩემი პატივისცემაო იმ ახალგაზრდა მებრძოლების საფლავების მიმართ. ამ დროს გამოდენ ეს ლიბერალისტები ევროკავშირის ლიბერალ ფაშისტური იდეოლოგიის მატარებელი ლიდერების სხვათა შორის ახლა დღეს ძირითადი კონტინგენტი ვინც ევროკავშირის სათავეში არის სულ ფაშისტების შვილიშვილები არიან. სულ ფაშისტების შვილიშვილები არიან. რეიხის გენერლების შვილიშვილები არიან და ასე შემდგომ. მელიტონ ქანთარიას. მელიტონ ქანთარია, კაცო, ჩვენი ის არის, ასამობ, ჩვენ მელიტონ ქანთარია გმირი არის და დროშა აიტანა. მე გეუნები აქეთ გეუნები იმათ რა, ამ იმგენს ევროკავშირის ლიდერებს, რა იგე. ამათ გეუნები მე თქვენ. ესე შვილიშვილები არიან, ფაშისტების შვილიშვილები არიან. და ეხლა თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორი დამოკიდებულება ექთებათ მათ 9 მაისთან მიმართებაში? როგორი დამოკიდებულება ექთებათ მათ, როდესაც ხედავენ, რომ მისმა ბაბუებმა ეს ომი წააგეს. ხო ექთებათ კარგი დამოკიდებულება? ნამდვილად არა. ხო. ამიტომ არის ეხლა ცდილობენ, რომ ხელი შეუშალონ ასეთ მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობისათვის იმ ადამიანების მიმართ იყოს პრობლემები, რომელიც მსგავსი სლოვაკეთის პრემიერთან დაკავშირებით. ხო, მან თქვა ეს კი ბატონო, ჩვენ ჩავკეტავ საჰაერო სივრცესა, იმასე თუ, მაგრამ ის მაინც ჩავა იქ. მაინც ჩავა იქ. ამის ცდილობაც ადრე იყო უჩი. მე მახსოვს კარგად, შაშანი იყო მგონი, ბუჩის რო ჩაუკეტეს საჰაერო სივრცე, მაგრამ მაინც მან მოახერხა და ისეთი საჰაერო სივრცეები გამოიყენა, რომელიც არ იყო ჩაკეტილი და ჩავიდა მოსკოვში და მიიღო მონაწილეობა ამ პროცესებში და დააფასა ეს ხალხი. ასეც მოიქცევა ახლა სლოვაკეთის პრემიერიც და სწორედ არის და მე სწორად წარმომიდგენი და სწორად ვაფასებ მის მოქმედებას, რომ დიახაც ის უნდა ჩავიდეს და დააფასოს ის მეომრების საფლავები, რომლებმაც გაათავისუფლეს სლოვაკეთი. დიახაც ჩვენგანაც უნდა ჩავიდნენ, ჩვენგანაც საქართველოსგანაც უნდა ჩავიდნენ ოფიციალური პირები და პატივი მიაგონ იქ დიდი ბელადის საფლავს, უზარმაზარ ბუმბერაზის, სტალინის საფლავს პატივი მიაგონ. სტალინმა, რომელმაც გადაარჩინა სოფლიო ფაშიზმისაგან. სტალინმა, რომელმაც გააძლიერა საქართველოს ეკონომიკა. კესმითაშია საქმე. სტალინმა, რომელმაც გადაარჩინა თბილისი გასომხებას. და მთელი ინტელიგენცია ჩამოიყვანა თბილისში, რომ თბილისი გამთარიყო, ქართულენოვანი ქალაქი გამთარიყო. ბატონო როგორ ფიქრობთ, ჩავლენ და მიაგებენ კი პატივს? ვერ გაბედავენ, ვერ ჩავლენ. ამის ვაჟკაცობა და ამის გამბედაობა დღეს არა აქვთ ამათ, ვერ წავლენ. თუ ამათ ამის ვაჟკაცობა და გამბედაობა აქვთ, ხო? მოდი რა, აგერ თუ გინდა რომ მეტი ღირსება და მეტი რომ იტყვი შენ ქართველობა გამოიჩინო,
დადგი სტალინის ძეგლი გორში კაცო ეგერ. დადგი. რატომ არ დგა? ამ ხელა ბუმბერაზი ადამიანი იყავს შენ ქვეყანაში დაბადებული, გაზრდილი და შემდგომ აი ამ ხელა უზარმაზარი საქმეების კეთებელი. ის ძეგლი აღადგინე ამ ლიბერასტულმა იმა რომ ხოებძვით ლიბერასტებს. ხოებძვით ლიბერასტულს და გლობალისტებს ხოებძვით და ხოებძვით ეფშტეინებს ხოებძვით, აიგეთ? ხო ხართ იმათთან დაპირისპირებული. ეს იმათი ოპერაცია იყო ჩატარებული. და იმათთან მოხსნეს სტალინის ძეგლი. და თქვენ გააკეთეთ ახლა საფეხბურთო ნაბიჯი გადადგეთ. ხო გინდა დაანგრიოთ მათი მითები და მათი ეს მთელი იდეოლოგიური რომ იტყვი მიმართულებები. სტალინის ძეგლის დადგმით ჩათვალეთ რომ საქართველოში მაგანი ამოიძირკვებიან თავიდან ბოლომდე. და აღადგინეთ გორში და დადგით ის სტალინის ძეგლი რაღაცა რო გაქვთ იქ იმაში მიგდებული. არა ცხვენიათ სამარცხვინოდ სოფლიოდან ჩამოდიან ადამიანები და იმაშობიან პატივს აგებენ სტალინის იმას მუზეუმს და სტალინის იმ წარსულს და იმას. ჩადით მოსკოვში და ნახეთ როგორ დაიწყო მასიურად უკვე სტალინის ძეგლების აღდგენა, აიგე იმ გარეწარმა ხახოლმა შრუშოვმა რომ გაანადგურა მთელი სტალინის შთამომავლობა და მთელი სტალინის დამოღვაწარი უკვე დაიწყეთ ნელ-ნელა ამის აღდგენა, ეს დაშია საქმე. აი ეს ყველაფერი ჩადით და ნახეთ და გააკეთეთ რაღაცა მიაღეთ იმ ადამიანს პატივი და იმ ადამიანის პატივის მიგებით თქვენ ოჯახებს აგეთ პატივს. აი ეს არის ბატონო კოტე მთლიანობაში და აი ეს არის რომ უნდა გაბედონ და უნდა გადადგან ის ნაბიჯი როგორც სხვები აკეთებენ სხვები ბედავენ და ამ 9 მაისთან დაკავშირებით ჩავიდონ მოსკოვში და პატივი მიაგონ იმ ადამიანებს რომლებიც ადამიანებას მათ მოუტანა დღევანდელი ცხოვრების წესი რომელიც წესიც ცვლილებასაც ესენ ცდილობენ და უნდა დამახინჯება, მაგრამ ვერ აკეთებენ და ვერ დამახინჯებენ, რადგან ჩვენ ვიცით რა არის ცხოვრების წესი და ცხოვრობთ ამ წესით და გვიცხოვრია და ვიცხოვრებთ კიდევაც. და პატივი მივაგოთ ყველამ ჩვენს დიდ იმ ადამიანებს, რომელნი ადამიანებას გვიხსენს ფაშიზმისაგან. ხომ ხედავთ რა არის ფაშიზმი? აი თანამედროვე ფაშიზმს ხო უყურებთ რა არის? ხომ ხედავთ რა დაემართა უკრაინას და რა უკნეს უკრაინას? დაანგრიეს ეკლესიები, დაანგრიეს მთლიანად ეს მთელი უკრაინული ფასეულებები, გაიგეთ რაშია საქმე და გამეფდა იქ ფაშიზმი და გამეფდა იქ სექტანტები და გამეფდნენ იქ ყველა ის სხვადასხვა სექტის წარმომადგენლები, რომლებიც აი ესე დღეში ყრიან უკრაინულ მოსახლეობას. და ეს ის სტალინია, რომელმაც საქართველოს ქართველობა შეუნარჩუნა, ქართველებს ქართველობა შეუნარჩუნა, უნდა ვახსენოთ და სტალინი რომ არა, ამ მე ჩემს სიტყვას ვამბობ. სტალინი რომ არა, დღეს ვიქნებოდით თურქეთის რომელიღაც ვილაიეთი. კი ბატონო, გეთანხმებით. და ქართულად არ ვისაუბრებით. მე და თქვენ დღეს არ ვიქნებოდით და ქართულად ვერ ვისაუბრებით. ვისაუბრებდით რაღაც გაუგებარ ენაზე, ისიც თუ ვისაუბრებდით რა თქმა უნდა. კი ბატონო. მოკლედ ბატონ ტრისთან მეოთხე თემა, რომელსაც მინდა შევეხო, ეს არის მოსკოვმა 9 მაისამდე ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. დიახ. თუმცა უკრაინამ გუშინ რა თქმა უნდა და დღეს ახლა ღამის 12 საათზე შეწყვიტავენ ცეცხლს მოსკოვის მხარე და გუშინ კიდევ უკრაინული დრონები დაესხნენ თავს მოსკოვის ოლქს. მაგის შესახებ მოდი მოკლედ ვიტყვი ბატონო კოტე. კი ბატონო, ძალიან. ხვდებით რომ ჩვენ დოში შეზღუდული ვართ. კი ბატონო. ხორე სასაუბრო ბევრია. გუში კი ბატონო, მაგრამ ერთი რაღაცა იცოდნენ რა, იმ ზელენსკიმ და ერთი რაღაცა კარგად უნდა გაათვითცნობიეროს. და გუშინდელმა განცხადებამ უკვე მე მგონი იმ განცხადებამ, რომელიც განცხადებას გააკეთა რუსეთის პრეზიდენტმა და გააკეთა რუსეთის თავდაცვის ძალების პირველმა პირებმა. დიახ. მათმა გამოაცხადეს 2 დღიანი მორატორიუმი, სადაც შეწყდება ცეცხლი. რადგან არის 9 მაისი, ხო? მაგრამ გარკვევით ითქვა იქ, თუ რუსეთის ტერიტორიაზე, კერძოდ მოსკოვში, იქნება მსწელობა იმისა, რომ ჩაიშალოს ეს ღონისძიება და რომელიმე დრონით იქ წითელ მოედანზე ან მოსკოვის რომელიმე მაშინ იმოქმედებს უკრაინული მხარე, პირდაპირ თქვა, მასიური სარაკეტო დარტყმებს მიიღებს კიევი, ქალაქი კიევი. და მოუწოდეს კიევის მოსახლეობას, რომ გთხოვთ დაიწყოთ ევაკუაცია და გახვიდეთ ქალაქიდან. რადგან არის ამის საშიშროება და მე თვითონ ზელენსკიმ გააკეთა ამის შესახებ განცხადება, რომ ჩვენ ვიმოქმედებთო და არ მივცემთ იმის საშუალებას, რომ მათ ვასიამოვნოთ 9 მაისო, ხო? ზელენსკისგან რას უნდა ელოდო მეც? პუტინმა თქვა პირდაპირ, ჩვენ ვაწარმოებთ კიევზე სარაკეტო დარტყმებს. ამის გამკეთებელი არის ეს კაცი და რა გინათ ახლა ვერ გავიგეთ. რატომ ვცდილობთ რომ კიდევ მეტი ცუდი
მომის მიიღოთ დარტყმები რუსეთიდან. რატომ ვცდილობთ ამას? რატომ ვცდილობთ თქვენი მოსახლეობის ამ მდგომარეობაში ჩაგდებას? აი ეს არის ყველაფერი და ამას გააკეთებს რუსეთის მხარე, თუ კი თქვენ არ გაჩერდებით და არ დაიწყებთ სწორად ხედვას და სწორად მოქმედებებს. მადლობა ბატონო ტრისტან. თქვენთან საუბარი ყოველთვის, თქვენთან დისკუსია და დიალოგი საკმაოდ ძალიან საინტერესოა ყოველთვის, ყოველ დღე და სასაუბრო ბევრია, განსახილველი ბევრია და მოდით ეს განხილვა და დისკუსია და ეს დრო გადავიტანოთ უკვე მომავალი 4 შაბათისთვის. მადლობ თქვენ მოწვევისათვის. ძვირფასო ტელემაყურებლებო და კიდევ ბატონ ტრისტან დღეს გიორგობა 6 მაისი და გილოცავთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს და ეს არის მრავალს თქვენი ოჯახი ძალიან საუკეთესო ოჯახი ყავთ, გაგახაროთ ღმერთმა და მაყურებელსაც ვილოცავ 6 მაისს გიორგობას და ეს არის მრავალს იყავით ბედნიერები, ჯანმრთელები, გახარებულები და ბედნიერ და ძლიერ დაუმარცხებელ დაუჩოქებელ საქართველოში გვეცხოვროს. გილოცავთ და ულოცავ სრულიად საქართველოს. ძვირფასო ტელემაყურებლებო, გადაცემა ანალიზის დრო ამით დასრულებულია. TV+-ის ეთერში ვიყავით დღეს. ყოველ ორშაბათს და 4 შაბათს საღამოს 8 საათზე ანალიზის დრო დგება და მოკლედ მე მისი წამყვანი კონსტანტინე ჯაფარიძე ვიყავი ძალიან საინტერესო თემით ბატონ ტრისტან წითელაშვილთან, რომელიც არის გენერალ-მაიორი, მოქმედი გენერალ-მაიორი და ექსპერტი სამხედრო საკითხებში. მე კი ორშაბათამდე გემშვიდობებით, ორშაბათს საღამოს 8-ზე შევხვდებით ისევ TV+-ის ეთერში გადაცემით ანალიზის დროებით.